საინფორმაციო პროგრამა სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. იქონია თუ არა გავლენა ტურიზმის სფეროზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა. თემაზე სტუმართან საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელ ლაშა ბერეკაშვილთან ერთად ვსაუბრობთ. საღამოშვიდობის ბატონო ლაშა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. საღამოშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის, მისაღებთ თქვენს ტელემოყრებს. ბატონო ლაშა, დღეს რაც ხდება საქართველოში ამ პროცესებმა, იქონია თუ არა გავლენა აი ტურიზმზე? დიახ, რა თქმა უნდა, როგორც გასულ თვეს საუბრობთ ჩვენ ამ თემაზე, ზოგადად მე ვიყავი და თემას განვიხილავდით. სიტუაცია არ შეცვლილა, მდგომარეობა იგივე რჩება ჯერჯერობით დაძაბული ქვეყანაში, გამომდინარე ამ ყველა ნეგატიური ფონისა, რა თქმა უნდა, ტურიზმი არის პირველი სფერო ქვეყანაში, რომელსაც ეხება პირდაპირ კავშირში არის ეს მის მოქმედებასთან და მის ფუნქციონირებასთან, განსაკუთრებით ქუთაისსა და იმერეთს. განსაკუთრებით აქ ეს კრიზისი გასულ წელთან შედარებით შემცირდა ბევრად ტურისტების ნაკადი. არის ეს შემცირება შესამჩნევი? როგორც ჩემი კოლეგები ამბობენ და მეც რა თქმა უნდა ვეთანხმები ამ მოსაზრებას, პანდემიის სიტუაციას გაუტოლდა რიგ შემთხვევაში ტურისტების სტატისტიკას რო გადავხედოთ, ანუ სასტუმროების ნაწილში ბევრი აღნიშნავს, რომ აქ საკმაოდ პრობლემური ერთ-ერთი სასტუმრო შავი პომიდორი, რომელიც კარგი სასტარტო პოზიციებით შემოვიდა ქუთაისში და კარგი ნიშა დაიკავა, როგორც მე პატრონამ განაცხადა რამოდენიმე დღის წინ ის დახურეს, ასევე მასთან ერთად კიდევ ერთი დაიხურა და სხვები ამ თემებზე არ საუბრობენ, ან უბრალოდ უყურებენ სიტუაციის გაუმჯობესებას და ახლო პერსპექტივაში ჯერჯერობით სინათლე ამ გვირაბის ბოლოს არ ჩანს. ბატონო ლაშა, თუ ჩვენ აღმოუჩნდით ამერიკა, ევროპის მხრიდან სრულ იზოლაციაში, მხედველობაში ქვეყანა მაქვს და ჯერჯერობით სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერავინ ვერ ხედავს. რა ეშველებათ ტურისტულ სააგენტოებს, ტურ ოპერატორებს, რომლებიც დამოუკიდებლად თუ ერთობლივად მუშაობენ, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასტუმროები, აქვთ ჰოტელები, აქვთ კვების ობიექტები, ან გადამზიდავები არიან ტურისტების, ყავთ სპეციალურად ამისთვის შეძენილი ავტომობილები. რა ბედიელით ამ ადამიანებს? რა თქმა უნდა, ამ თემაზე შეგვიძლია საუბარი და მათ ბედზეც თუ ეს მდგომარეობა დადგა, მაგრამ ადამიანები ახლა ჩვენგანაც და ქვეყნისგანაც ელოდებიან უფრო საიმედო ამბის მოსვენას და რა თქმა უნდა, ჩემთელობას გისურვებთ და უკეთესი პერსპექტივის დანახვას და მე ვიტყოდი, რომ ვიქნებოდი მაინც ოპტიმისტურად განწყობილი. ოპტიმიზმი საფუძვლად შეიძლება მაძლევდეს ის, რომ ადამიანები, ვინც ახლა გარკვეულწილად მოქმედებენ, თავიანთ აზრს გამოხატავენ და თავიანთი მომავლისთვის გარკვეულწილად იბრძვიან კიდეც, ვფიქრობ, რომ მათი ეს ყოველდღიური რუტინა გამოიღებს შედეგს და ქვეყანა მოექცევა იმ კალაპოტში, რასაც ქვია ევროპისკენ მიმავალი კალაპოტი ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის მომავლისთვის და იქნება შესაძლებელი ალბათ იმ შუალედის მოძებნა, როდესაც თქვათ ხელისუფლებაც და საზოგადოებაც შეთანხმდება, რომ პირველი ამ ჩვენი ასე ვთქვათ მოთხოვნების წინ დასაყენებელი არის ეს ქვეყანა პირველ რიგში და რაღაცა გამოსავალ და კომპრომისი უნდა ამ კუთხით მოიძებნოს, რომ ადამიანები, ვინც ამ ბიზნესით არიან დაკავებული, კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ და მათი ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნა ნიშნავს ამ ქვეყნისთვის დიდ ეკონომიკურ დარტყმას და ალბათ ის გაუტოლდება თავისი შედეგებით 90-იან წლების დასაწყის, როცა უმეტესმა ჩვენი მოსახლეობის დატოვა ეს ქალაქი განსაკუთრებით ქუთაისი დაეთყო და ასევე სხვა რეგიონებსაც მოედება ეგ ამბავი და ვფიქრობ, რომ მაინც ამ კრიზისის ამ ეტაპამდე არ მივალთ და უფრო გაჯანსაღება მოხდება სიტუაციის. პლუს ამას დამატებული, ეხლა გაზაფხული დგება, ზაფხული ახლოვდება და ადამიანების აქტიურობა ასე თუ ისე მაინც მზარდია, თავის სეზონურობის იმედი გაქვთ, რომ მეტი ტურისტი შემოვა. რა თქმა უნდა. ბატონო ლაშა, დგას თუ არა საერთოდ საფრთხის წინაშე, აი ვთქვათ, ქართველები უცხოეთში მოგზაურობა, თუ გაგიკეთებიათ ამის შეჯამება, გამსვლელი ტურისტი უცხოეთში, ანუ ქართველები უფრო მეტად გადიან და მეტნი არიან,
თუ უცხოელები უფრო მეტი შემოდიან ქვეყანაში? სტატისტიკის დანახარჯებით რომ გადავხედოთ, სადღაც 4-5 მილიარდია დანახარჯი უცხოელ ვიზიტორებს, როგორც სტატისტიკა ამბობს, თუ შილამიშლებოდეს ვერ დავდებ თავს და სადღაც 2-2.5 მილიარდს ხარჯავენ ქართველები, როცა მოგზაურობენ საზღვარგარეთ. შესაძლოა ეს ციფრიც რაღაც ნაწილში იყოს არაზუსტი, მაგრამ დაახლოებით ესე თანაფარდობა არის. ანუ საკმაოდ მოცულობითი დანახარჯები აქვს საქართველოსთან ტურისტულ მოგზაურობის ბიზნესს წასულ ადამიანებს საზღვარგარეთ, მაგრამ ეს ალბათ ესე გაგრძელდება, როგორც წესი ადამიანების მოთხოვნა რომ იმოგზაურონ, რომ თავისი შვებულება გამოიყენონ და დაისვენონ ნახონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა, ალბათ ამას კიდევ უფრო მეტი მოთხოვნებით უფრო მეტად გააგრძელებენ, მაგრამ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, რომ უფრო მეტი ადამიანი შემოვიდეს ქვეყანაში, უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს და უფრო მეტმა ტურისტმა დახარჯოს უფრო მეტი თანხა, ვიდრე ჩვენ გავაცხოვრეთ და უფრო ჩვენ დავხარჯავდით რაღაც თანხას, რომელიც ქვეყანას რეალურად აქტება. კი ბატონო, ამაშიც გეთახმებით. ბატონო, როცა ასეთი ვითარება აქვს ქვეყანაში, თქვენ პირადად რას ელოდებით? აი საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტისგან თუ აღწევი ახლა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვია. დიახ. ანუ მე ასე ვთქვათ, სატელევიზიო ეთერშიც ვისაუბრე, ერთ ტელეკომპანიის ეთერშიც ვიყავით ამ თემაზე მიწვეული და ეხლაც გავიმეორებ, რომ არანაირი თქვათ შეხვედრა ორგანიზება, რომელიც უშუალოდ კრიზისს რაც ქვეყანაში დგას და ტურიზმს უდგას უკვე მესამე თვეა, არც ადგილობრივ დონეზე გულისხმობ DMO იმერეთს და ქუთაისის ტურიზმის ცენტრს, თუ როგორც ვქვიათ, ასევე ტურიზმის დეპარტამენტს, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე რეგიონულ მასშტაბით ამ კრიზისის თემაზე არავის არ შეხვედრია, არავისთან კომუნიკაცია არ ქონიათ, ნუ ეხლა ვინმესთან მესიჯობს, ალბათ ამას ვერ ჩავთვლით ოფიციალურ კომუნიკაციის წყაროდ და უბრალოდ მიკვრის, რომ ვერ ხედავენ ისინი ამ კრიზისს, ან ხედავენ და არ რეაგირებენ, ეს უფრო მაბატიეთ გაწყვეტინებთ, გნებავთ DMO-ს, გნებავთ ქვეყნის მასშტაბით ტურიზმის, ისა რა ქვიან, ეროვნულ ადმინისტრაციას. ადრე ხდებოდა ხოლმე სოციალურ ქსელში აქტივობები უცხოეთში, საქართველოს რაღაც წარდგინებით, სხვადასხვა კუთხეების წარდგინებით და შეწყდა ეს გასვლები უცხოეთში თუ უბრალოდ მე არ მინდა. არა, ეს არ მიუტოვებიათ. ანუ ეს არის ერთ-ერთი მათი ბენეფიტი მწვალებში, რომელიც ისინი იყენებენ და არც ისეთ მნიშვნელოვან და ეგზოტიკურ ქვეყანას არ ტოვებენ, რომ ეს შანსი არ გამოიყენონ და ის მნიშვნელოვანი დანახარჯები, რომელიც რეალურად უნდა მოხმარდეს ამ ქალაქში და რეგიონში უფრო მეტად ტურიზმის გაჩანსახებას და რეალური სიტუაციის შეცვლას, ისინი ამ თანხას ახმარენ, თქვა ნიუ-იორკში წასვლას და იქ თქვა გამოფენაში მონაწილეობას 25,000 ლარი უჯდება თითოეული ესეთი აქტივობა ნიუ-იორკ შემთხვევაში, დუბაის შემთხვევაში, აბუ-დაბის შემთხვევაში, ტოკიოს შემთხვევაში და ასე შემდეგ. რა მოაქვს ამ გასვლებს? არაფერი არ მოაქვს, გარდა ან ჩვენი ტურიზმის განვითარებისთვის. გარდა იმ ადამიანების პროფაილ, ასე ვთქვათ, ფოტოების სრულების გარდა Facebook და სოციალურ ქსელში რეალურად ტურიზმისთვის, იმერეთს და ქუთაისის ესეთი აქტივობების არანაირი შედეგი არ მოაქვს და აუხსნით ამასაც თუ მაქვს შესაძლებლობა რატო არ მოაქვს. კი, რა თქმა უნდა, გისმენთ ყურადღებით. ქუთაის, მაგათ ნიუ-იორკს თემას რო შევეხოთ, ქუთაის და ნიუ-იორკს ვიცით რომ არ აქვს პირდაპირ ავიამიმოსვლა და ქუთაისში რომ მოხდეს ნიუ-იორკიდან ამერიკელი ტურისტი, უხდება საკმაოდ ბევრი დაბრკოლების გადალახვა და ბევრი გადაჯდომა იმისათვის რომ უშუალოდ ქუთაისში მოხდეს ან იმერეთში მოხდეს, ხო? ესე ერთი ანუ არ აქვს უშუალოდ პირდაპირ მიმოსვლა და სადაც ქუთაის არ აქვს პირდაპირ ავიამიმოსვლა, იმ ქალაქში პრეზენტაციების და თქვათ გამოფენებში მონაწილეობა არის ტყუილად გადაყრილი თანხა ქუთაისისთვის. რა იქნებოდა უფრო შედეგიანი? უფრო შედეგიანი იქნებოდა მაგალითისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ქუთაისი კოპენჰაგენის მიმართულება, როცა იყო გუშინ გაუქმდა ეს რეისი, იმიტომ რომ არ იყო დატვირთული და რატომ არ იყო დატვირთული? იმიტომ რომ ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა არ გამოიჩინა შესაბამისი, ასე ვთქვათ, რესურსები არ დახარჯა იმაში, რომ ვთქვათ ქუთაისსა და კოპენჰაგენს, დანიასა და შვედეთს უფრო მეტად ჩაჭრიდებოდით წავსულიყავთ აქედან ტურისტული სექტორი და ისინი აქ მოგვეწვია ასევე კოლაბორაცია გავაკეთებია ვიზიერთან, რომ მაქსიმალურად ვიზიერის ჩართულობით დაგვეინტერესებინა დანიის და შვედეთის მაცხოვრებლები, რომ კონკრეტულად ის რეისი გაუქმდა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თუ საერთოდ გაუქმდა რეისი? ქუთაისი, არა,
მთლიანად გაუქმდა მიმართულება ქუთაისი კოპენჰაგენი. ანუ რას გულისხმობ? იმის ნაცვლად ჩვენ წავსულიყავით ნიუ-იორკში და ვიხარჯე 20-25 ლარი ამ ფასად ჩვენ უნდა მაქსიმალურად კონცენტრირებულიყავით ქუთაისს, სადაც აქვს პირდაპირი ფრენები და ეს დანიასა და შვედეთს, რომელიც ერთი ჯგუფის ქვეყნები არის, ყველაზე ხარჯველიანი ევროპელი ტურისტები არიან ევროპის მასშტაბით, ისინი მოგვეზიდა ქუთაისში. ეს როგორ შეიძლება და ჩვენ ჩავსულიყავით და წარდგენა გავაკეთებია ტურისტული სექტორის, ასევე ისინი ჩამოგვიყვანა, ვინ ისინი? ეს არიან ტუროპერატორები, ეს არიან ბლოგერები, ესენი არიან ჟურნალისტები, ანუ აქტიური კამპანია ჩაგვეტარებინა ამ ესთან მე ვიცი რომ არ გვეყოფოდა, მაგრამ კერძო სექტორის თანადაფინანსებით თანხა ბიუჯეტი გაიზრდებოდა, ასევე არიან დონორები, რომლებიც მსგავს აქტივობებს ხელს უწყობენ და პლუს ამას კიდევ ვიზიარი თავისი სარეკლამო აქტივობით და მასშტაბით, რომელიც იქნებოდა ჩართული ამ საკითხში. თუმცა მე არავის ადვოკატად არ გამოვდგები, 200 თუ არ ვწდები ბლოგერი და ჟურნალისტი როცა იყო ჩამოსული, საკმაოდ თითქმის საფუძველი გახდა. კი ბატონო, იმიტომ ანუ ტყუილი თქვეს და მაგიტო გაკეთა ეს, ანუ 200 ბლოგერი არ ჩამოსულა. მე თქვეს რომ 100 ბლოგერი და მისი ერთი მეწყვილე ჩამოვიდა და 200 მაგითი გახდა. მე რომ შევედი და ვნახეთ ეს 100 ბლოგერი ვინ იყო, რეალურად ჩამოვიდეთ სადღაც 15 ადამიანამდე, ან 20 ადამიანამდე. ანუ ესეც, ანუ არასწორად იყო შეჩოლა საერთოდ ეს პროექტი, ესაც თქვენ 200 ბლოგერის პროექტს ეძახით, რომელიც აბუ-დაბიდან ჩამოვიდა ვიზიარის მეშვეობით ქუთაისში, ესენი ბლოგერები არ იყვნენ. ესენი იყვნენ ვიზიარს აქვს ყოველწლიური აქცია, ესე ვთქვათ, მისი ლოიალურ მომხმარებლისთვის დაიკარგეთ ვიზიართან ერთად. ოღონდ არიციან მომხმარებლებმა, ვინც ამ აქციაში ღებულობენ მონაწილეობას, რეისი სად გაფრინდება. ირჩევენ სხვადასხვა ქვეყნებს და ერთ-ერთი იყო ძალიან კარგი ამბავი, რომ ჩვენც მოხვდით, უბრალოდ საზოგადოებას მიაწოდეს არასწორად ეს ინფორმაცია. ანუ საერთოდ ესენი იყო ჩვეულებრივი მოგზაურები, ტურისტები, ჩემნაირი თქვენაირი რავის ძალიან კარგი ხალხი. რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ საქართველოში. შემთხვევით აღმოჩნდნენ ვიზიარის წყალობით საქართველოში. კარგია რომ ეს ამბავი მოხდა და გაშუქდა, პოპულარული გახდა, ქუთაისი გაიცნეს, მაგრამ ეს არ იყო 200 ბლოგერი. ანუ არც 100 არ იყო და არც 20 არ გამოვიდა საბოლოო ჯამში და საერთოდ ბლოგერების თემა არ იყო ეგ. ეგ იყო ჩვეულებრივი ვიზიტორების უსტუმრობა ქუთაისში, რომელსაც დაიხარჯა ქუთაისის ნაწილისთვის უზარმაზარი თანხები და იმ მიზნობრივ შედეგს მგონია რომ ვერ ვუპასუხეთ და იმას კიდევ ერთხელ დავასრულებ ჩვენ ამ გამოფენაში მონაწილეობის რატომ უყურებს სკეპტიკურად, ანუ პირველი ქუთაისს უნდა ღებულობდეს გამოფენაში მონაწილეობს მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც ქუთაისს აქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ეს პირველი. მეორე, ქუთაისი, სადაც კი შესაძლებელია რომ იყოს გამოფენები, შეგვიძლია წავდგეთ აბსოლუტურად ყველგან, სადაც არის დიასპორა ქართული. განსაკუთრებით, თუ მანდამაინც უნდა წავდგეთ ნიუ-იორკში, ნახევარი ქუთაისი არის ნიუ-იორკში. მე ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ იქედან ერთი ადამიანი მაინც ვერ აერჩევოდა, ამდენი განათლებული, ამდენი ასე ვთქვათ, კვალიფიციური კადრი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს, ახლა ქუთაისლები და ყველას მივესალმები აქედან, როგორ არ შეიძლება რომ ერთი რომელიმე კადრი აგვერჩია, კონტრაქტი გაგვეფორმებია, დაგვეტრენინგებია და წარადგენდა ამ შეხვედრებზე ჩვენ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ადგილზე მყოფი ქართველი წარადგენდა ამ 20-25,000 ლარის დახარჯვის გარეშე, ანუ მიზერული იქნებოდა. ჩვენ თუ დღეს მონაწილეობთ 10 ტურისტულ გამოფენაში და ვაფინანსებთ აქედან ჩვენი ამ თანამშრომლების გამგზავრების ხარჯებს, ფრენის ხარჯებს, იქ-სასტუმროში განთავსების ხარჯებს, ტრანსფერის ხარჯებს, კვების ხარჯებს და მივლინების ხარჯებს, რაც მთელი მოგზაურობა ამ ბიუჯეტის ალბათ 80% არის. ჩვენ შეგვიძლია 10 გამოფენის ნაცვლად წავიდეთ სადღაც 3-ჯერ მეტ 30 გამოფენაზე. მე ვერ მეტყვის რომ თქვათ 30 უფრო ნაკლებია ვიდრე 10. ანუ ჩვენ არ ვიყენებთ ქართულ ემიგრაციას, ისინი შეგვიძლია ჩვენი ელჩები იყვნენ, ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ თითქმის ყველა გამოფენაზე, განსაკუთრებით იმ გამოფენებზე, სადაც ქუთაისს აქვს პირდაპირ ავიამიმოსვლა. ანუ ჩვენ დისტანციურად აქედანვე შეგვიძლია შევარჩიოთ, კასტინგი ჩავატაროთ, წინს წრებით, სანამ ეს გამოფენები უშუალოდ ჩატარდება, ადამიანები ავიყვანოთ და წარადგინონ ქუთაისი უკეთ, ვიდრე აქედან წასული ადამიანი წარადგენს და როგორ ფიქრობთ ის ადამიანები ყოველგვარი გასამჯელოს გარეშე იმუშავებენ? არა, რა თქმა უნდა, ისინი აიღებენ გასამჯელოს, მაგრამ აიღებენ არა იმდენს, რაც 20-25,000 ლარი დაგვიჯდება, აიღებენ ზუსტად იმ განსაზღვრულ ბიუჯეტს, როგორცაც კერძო კომპანიები ქირავობენ იქ ადგილზე წამდგენს. მე ხშირად დავდივარ ხოლმე გამოფენებზე და
მე ვაკვირდები როგორ წარადგენენ ესა თუ ის ქვეყანა, ან ესა თუ ის კომპანია თავის ბრენდებს და ან ქვეყნებს, ხო? უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივებს ქირავენ. რატომ? იმიტომ რომ მათ გასაგებ ენაზე საუბრობენ, მათთვის კარგად არის ცნობილი ადგილობრივების მოთხოვნილება, ადგილობრივების სურვილები, როგორ უნდა ესაუბროს, როგორ უნდა მიუდგეს, როგორ უნდა უმეტესობა იცნობს კიდეც ადგილობრივს, მიხვდით ხო და მის შენიანი რო ხდება ელემენტარულ სტენდზე, შენ ენაზე რო გელაპარაკება და შენ ენაზე რო გასაგებად რო გიხსნის, თუ რატომ უნდა იმოგზაუროს ქუთაისში, რატომ უნდა ნახოს იმერეთისათვის რაიონი და ქალაქი, გონია რომ უკეთეს შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე აქედან წასული, კიდე სიტყვაზე ვამბობ, ვინმე, თქვათ, ანა, რომელიც ყველა ქვეყანაში ატარებს ამ გამოფენას, ნიუ-იორკშიც, მუმბაიშიც, დუბაიშიც, ანუ ერთ და იგივე ინგლისურით ანა ვერანაირად ვერ დამარწმუნებს, რომ ყველგან ერთნაირი ეფექტურობით წარადგენს ქუთაისს ან იმერეთს და ასე შემდეგ. ანუ მე ამ თანამშრომლების წინააღმდეგი კი არა ვარ, ვინც აქ მუშაობს და ვინც მე მესმის ისინი რა თვისაც იქ ხანდახან ზიდულობენ ხოლმე ეს პატარა გოგოები ან ჩამოყალიბებული გოგოები ამაზე არა მაგ ახლა საუბარი ბოდიში თუ იმის არასწორად გაიგო ახლა, მაგრამ ძალიან დიდ შრომას წევენ. მე ამის შრომის დაფასებაც მინდა, მაგრამ ანუ ეს ფუჭი არის ჩვენთვის, მიხვდით, ფუჭი არის. ანუ არანაირი პერსპექტივა, არანაირი შემოსავალი და ამავდროულად ძალიან ძვირი გვიჭდება. და პლუს ამას ეს ადამიანი ცდება. როცა აქ შეუძლია აქ იყოს და უფრო ეფექტურად გამოიყენოს ის 4-5 დღე, ვიდრე თქვათ არის იმ გზავრობაში გახიზნული სხვა ქვეყნებში და მგონია რომ ეს სანამ ეს ის მგონია თუ გისაუბრიათ თქვენ ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციასთან იგივე DMO-სთან. რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა როგორ არის, იცით, ვისაც ვესაუბრებთ, ეს ხალხი არ არიან ამ ტურიზმიდან არჩეული ხალხი. ან ესენი ჩვენთან არ არიან ანგარიშვალდებულები, ესენი არიან ანგარიშვალდებულები თავიანთ დამნიშნელებთან, მიხვდით? და თავიანთ დამნიშნელების აზრი უფრო გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ტურიზმის სექტორისთვის. იმიტომ რომ ესენი არ არიან საერთოდ შემხებლობაში, ან კავშირში, ან ანგარიშვალდებულებაში ადგილობრივ სექტორთან. და როდესაც მე დავუსვი კითხვა ადგილობრივი ტურიზმის DMO-ს ხელმძღვანელს თუ რატომ არ იყო ის არჩევითი ასე ვთქვათ ნაწილში, მაგრამ მითხრა რომ მე ვარო არჩეულიო და ამერჩია მერებმაო და ეს რაღაც ისეთი სიამაყი თქვა რომ მგონია რომ თვითონაც გაცნობიერებული არ აქვს ზოგადად რა თქვა, ანუ თუ ის არჩეულია მერების მიერ, ის ანგარიშვალდებულია შესაბამისად იმ მერებთან და არა იმ სექტორთან, ვისაც წარმოადგენს, ანუ ვისაც უნდა წარმოადგენდეს. ანუ ჩვენი შეთავაზება რა არის, რომ კერძო სექტორი, რომელიც არის ეს არის კვების ობიექტები, სასტუმროები, ტრანსპორტი, გიდები, ტუროპერატორები და ასე შემდეგ, უნდა ასე ირჩევდნენ თავიანთ წარმომადგენელს. ეს უნდა ხდებოდეს, ასე ვთქვათ, რამოდენიმე კანდიდატის შერჩევით, რამოდენიმე კანდიდატმა უნდა დააყენოს თავის კანდიდატურა, ისაუბროს მის სამომავლო გეგმებზე, როგორ შეცვლის და გააუმჯობესებს ეს ქუთაისსა და იმერეთში ტურიზმის მდგომარეობას, მოусმენთ ამათოი კანდიდატს, შევაჯერებთ და ვისაც უფრო ჩავთვლით, რომ რეალურია მის საუბარი, მისი მოქმედება, მისი გეგმები და ასე შემდეგ, იმას ავირჩევთ. ანუ კერძო სექტორი და პასუხისმგებლობაც ასევე ექნება კერძო სექტორზე, მისი არჩეული არის და როცა კერძო სექტორიდან იქნება არჩეული ადამიანი, მათთან უკვე საუბარი არის ადვილი. იმიტომ რომ ის გარკვეულ დაპირებებში ჩადებს ამ საკითხებს, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმჯობესია ქუთაისისთვის. ის შეიძლება უფრო უკეთესად ხედავდეს ამ ნაწილში, რასაც მე ვსაუბრობ და უფრო უკეთესად შეცვალოს ეგ სიტუაცია. მიხვდით, ან დამარწმუნოს უბრალოდ, რომ 10 გამოფენა ჯობია, 30 გამოფენას და კი ბატონო, თუ ის ამაში და ვინმე დამარწმუნებს, არჩეული იქნება მერების მიერ თუ დანიშნული თუ ისე კერძო სექტორის არჩეული იქნება, მე არ მექნება პრობლემა გავჩვენებს, სადაც მას არ ამოვიღებ. ბატონო, თქვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ წერდით, რომ როცა ამდენი შენობები მაღალსართულიანები ჰქონდათ ალბათ მხედველობაში, შენდება ქუთაისში, ქუთაისი კარგავს იერსახეს და შესაბამისად იგი ნაკლებად საინტერესო იქნება თურმე ტურისტებისთვის. ხო, ანუ როგორ არის, იცით, მე ზოგადად შენებლობის მომხრე ვარ. კი ბატონო. ეკონომიკის მოძრაობის მომხრე ვარ, გაჯანსაღების და ამ ქალაქში რომ შემოსავალი გაუჩნდეს ადამიანს, ნებისმიერს, ვინც აქ ცხოვრობს და ოჯახს ინახავს და ამ ქალაქში მინდა რომ ეს ხალხი ვინც წასულია კიდე დაბრუნდეს და ორონტრიაში ჩაებას. მაგრამ თუ ჩვენ ვაშენებთ შენობებს
მხოლოდ იმისთვის, რომ თქვათ იყოს საცხოვრებელი ფართებად მერე გაყიდონ ემიგრანტებზე, ან ისეთ ხალხზე, ვინც საერთოდ აღარ იცხოვრებს, ლანდროებით დაიკავებს, როგორც უძრავ ქონება და ასე შემდეგ. ანუ თუ ამ შენობებს ჩვენ არ მივცემთ ხასიათს, რომელიც ამ ქალაქს შემდგომ გამოადგება, რომელიც ისე კვლავ ეკონომიკაში ჩაეშვება და ეკონომიკური, ასე ვთქვათ, კვლავ წარმოება გაკეთება, ეს იქნება უბრალოდ ისეთი შენობები, როგორც გვაქვს ახლა მიღებული თბილისში და როგორც არის ბათუმში და ორივე ქალაქში მყოფი ტურისტი, რომელიც ჩამოდის ქუთაისში, ამბობს, რომ არც თბილისი მოეწონა ამ ახალი მშენებლობების გამო, არც ბათუმი მოეწონა ამ ასეთი გაუვალი შენობების გამო. იმიტომ რომ არც თბილისში და არც ბათუმში ისე არის შენობები აშენებული, რომ არანაირი შინაარსი და დატვირთვა, გარდა იმისა, რომ არის კვადრატულობა შავი ან თეთრი კარკასით, რომელსაც მე ყიდიან, ანუ არანაირი სხვა ქალაქისთვის შემოსავალი და პერსპექტივა არ მოაქვს და მე ამას გულისხმობდი, როცა ვსაუბრობდი, რომ ამ ძველი ისტორიულ ქალაქს განსაკუთრებით უნდა, ასე ვთქვათ, ვეცადოთ, რომ არ შევეხოთ, მაგრამ იმ ძველ ქალაქში მაცხოვრებელ ადამიანებსაც უნდა მივცეს შესაძლებლობა, რომ მის ხელით არსებული კერძო სექტორი და საკუთრება განავითაროს, მაგრამ რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, დონეებამდე შეეძლოს ეს ყველაფერი ამ ყველაფრის გაკეთება და რაც შეეხება ცათამბჯენების აშენების ნაწილშიც მოუყვები, ვინცაც ამის სურვილი ექნებოდა, ვინც ქუთაისში ძალიან დიდ ფულს ჩადებს ამ ნაწილშიც, უბრალოდ ეს რაღაცა ძველი უბნის და ძველი ქალაქის გარეთ ნაწილში, რომელსაც მიცემს დანიშნულებას, რომელსაც მიცემს მნიშვნელობას. აი როგორ ხშირად დავყავს ჯგუფები დუბაიში და დუბაის მაგალითად ხშირად მომყავს და მეც ახლა მესმის, რომ ქუთაისი ალბათ არ არის ჯერ დუბაი და მე ჩემი იმედით გახდება, თუ ჩვენ სწორად მოვუყრით თავს ადამიანების საღაზს და გონს ქუთაისში და განავითარებთ და მივცეთ შეძლოს განვითარდა დუბაიში რომ უკეთესიც გავხდეთ, მაგრამ ან დუბაიში რა არის კარგი, რომ ნებისმიერი ახალი შენობა, ან ნებისმიერი ახალი ტურისტული ატრაქცია, რომელიც კი შეიძლება რომ გაიხსნას, არ იხსნება ერთ ადგილას, ანუ ქალაქის ყველაზე შორ განაპირა ადგილებში ხსნიან. რატო? იმიტომ რომ იქ რომ გახსნეს მაგალითად ყვავილების ბაღი, არ იყო რაღაც შენობები, მხოლოდ ეს იყო, ხო? 7 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს წელიწადში და უზარმაზარი შენობები გაიშალა მის გარშემო. ეს ქალაქის უკიდურეს ნაწილი იყო. ასევე მაგალითად Global Village, რომელიც სოფლად არის წოდებული და ძალიან მაგარი ატრაქცია და უზარმაზარი განაშენიანება აქვს მის გარშემო. სხვადასხვა ატრაქციები ნებისმიერ, რომელიც ახალიც კი იქნება, არც ერთი არ იქნება უკვე არსებულთან. ანუ ყველა არის ქალაქის სხვადასხვა წერტილში და მე თქვენ თუ მიაქციეთ ყოველდღიურად მე არ ვიცი, აი ჩვენთან სასტუმროები მაგალითად ხო დატვირთული არის მხოლოდ ქალაქის რამოდენიმე ქუჩაზე. მეც ერთ-ერთი პატარა სასტუმრო თქმულია მაგ ქალაქის უშუალო ცენტრში და მე ვხედავ ჩვენთან რამდენია დატვირთულობა, იმის მიხედვით ვიცი რომ უკვე მეორე მესამე ქუჩაზე არის თუ არა ტურისტი და რატო არ არის იცით მეორე მესამე ქუჩაზე ტურისტი? იმიტომ რომ ну უშუალოდ ქალაქის ცენტრშიც არაფერი აღარ ხდება, მაგრამ ну მაინც ცენტრია და ინსტინქტივად ადამიანი მოდის ცენტრში და დარჩეს. ანუ ჩვენ უნდა გავზარდოთ მიზიდულობა ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე, რომ ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მაცხოვრებელმა ადამიანმა თავის კერძო საკუთრებაში მაინც შეძლოს ან კაფეტერიის, ან საოჯახო სასტუმროს და გესტჰაუსის მოწყობა, ანუ ყველგან მივიდეს განვითარება და მარტო 2-3 ქუჩაზე ხო არ უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული. ანუ ჩვენ ვერ მეტყვის ვერც ერთი ხელმძღვანელი თანამშრომელი და პირი, რომ რამე კეთდება ქუთაისის რომელიმე განაპირა ქუჩებისთვის, იმისათვის რომ იქ ტურისტი მივიდეს, დარჩეს და იქ მაცხოვრებელ ადამიანმა მიიღოს ამითა სარგებელი და შემოსავალი და არ უყუროს იმას, რომ ხოლმე ცენტრში არის ტურისტი და მისთვის არ არის ეს ტურისტი და მოუწიოს მერე ემიგრაციაში წასვლა. ანუ ნებისმიერი ოჯახი, რომელიც ახლა ქუთაისში ან იმერეთში რჩება ტურისტის გარეშე და მას ამის შესაძლებლობა შეიძლება რომ გქონდეს, ეს არის ალბათ ჩვენი დანაშაული, რომ იმ ადამიანს უქმნით პირობას ჩვენი ცუდი მუშაობით, რომ მასთან არ მიდის ტურისტი და მას მოუწევს მერე საბოლოო ჯამში ამ ქალაქის და მისი ოჯახის მიტოვება და წასვლა ემიგრაციაში. 12 მუნიციპალიტეტი გვაქვს. რამდენი მუნიციპალიტეტი არის დატვირთული დღეს ტურისტებით? რამდენი? თქვა 2-3 ალბათ, ან 2. მოდი ესე ვთქვათ, ხო? ვანი მუზეუმის ნაწილში მხოლოდ და აი მუზეუმი რომ გაკეთდა ვანში, ფიქრობდი რომ ვანში იქნებოდა ძალიან დიდი აქტივობა ტურისტების, მაგრამ ესე არ არის. რატო? იმიტომ რომ არ მიეცა მას შინაარსი და არ მიეცა მას განვითარების შესაძლებლობა. მუზეუმთან
ეგრევე უნდა გაკეთებულიყო ვანისში მიმდებარე სულორის სანატორიუმები და იქ დასასვენებელი კომპლექსები უნდა მოწყობილიყო. გეიზერი რომ არის დიხაშხოში და არის პატრონად მიტოვებული და იქ ვანის ტურიზმის ცენტრი ამ დროს მასში გადის, რა ქვია, ფინეთში იყო დასული ჰელსინკში და გამოფენაში იყოს მონაწილეობს და არ მგონია ის სიტუაცია რაც იქ ხდება ის რომელიმე ტურისტისთვის მithumetes ევროპელისთვის იყოს მოსაწონი პირველ რიგში ჩვენ ესეთ რაღაცა უნდა მოვაწესრიგოთ ვიდრე წავიდეთ ისეთ ქალაქებში პლუს ამას სადაც არა გვაქვს პირდაპირ მიმოსვლა ხო ასევე რო ავიღოთ ბაღდათი ავიღოთ ხო არის ღვინის მარნები მაგრამ მეტი შინაარსი ბაღდათს არ მიეცა მეტი განვითარების შესაძლებლობა ბაღდათს არ მიეცა ავიღოთ ჭიათურა ავიღოთ საჩხერე უნიკალური შესაძლებლობების მქონე რაიონებია და ამასაც პერსპექტივაში ეხლა ვერ ვიყენებთ. იცით რამდენი იყო ქუთაისში მოგზაურთა წილი მე-5 ადგილზე ვართ. ანუ შიდა ტურიზმშიც მე-5 ადგილზე ვართ. და წინ გვისრევს ისეთი რეგიონები, რომელიც შეიძლება რომ ჩვენს უკან ყოფილიყო, ვიდრე ჩვენ ვართ. ანუ 6-დან 10%-მდე არის ქუთაისის და იმერეთის წილი შიდა ტურიზმის გეოგრაფიაში და ამ 6 და 10%-შიც არიან ის ქუთაისელები და ის იმერლები, რომლებიც დროებით არიან წასულები ან უდმევად თბილისში და მოდიან თავიანთ ოჯახებში სტუმრად. ანუ ამ მდგომარეობით აუცილებლად უნდა გკითხოთ ჩვენ ვიცით ქართველება რომ მარტო ტურისტული დატვირთვა ჩვენთვის არა აქვს და არა მარტო ჩვენთვის გელათის სამონასტრო კომპლექსი. მაგრამ როდესაც ტურისტი ჩამოდის და ჩამოდიოდა და ტუროპერატორებს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წერტილი ჰქონდათ გელათის სახით. ეხლა რა შეუქმნებით ხოლმე ტურისტებს? ანუ გელათთან მიმართებაში ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ თავარი სიმბოლო ტურიზმის ნაწილში, ანუ გელათის გარეშე არათუ ჩვენი სულიერება და კულტურა და ასე შემდეგ არ შეიძლება რომ არსებობდეს, ასევე ტურიზმიც არ შეიძლება რომ ქუთაისში გელათის გარეშე არსებობდეს. ზოგადად და გელათის დაკეტონ ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენა როგორც შიდა ტურიზმის კუთხით, ისე შემომავალი ანუ უცხოური ვიზიტორების ნაწილშიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც თბილისიდან იწყებოდა, ეს შეიძლება ყოფილიყო ევროპელების საინტერესოდ ძირითადად ეს და არა სხვა ჩვენ მეზობლებს და ან კიდე არაბულ ქვეყნებშიც არა დიდი ინტერესი მანდამაც მათ მიმართ. ანუ გელათი იყო უპირველესი ადგილი. ანუ გელათის გამო ჩამოდიოდნენ ქუთაისში, მოდი ასე ვთქვათ. და გელათის კულტურული მარშრუტები გელათის გარეშე არ დგებოდა. 10 კულტურული მარშრუტიდან 7 იყო გელათის ჩათვლით. ან ეს იყო სვანეთთან მიმავალი გზაში ჩასმული, ან ბათუმთან მიმავალი გზაში ჩასმული და ასე შემდეგ. გელათის გარეშე ქუთაისი ამოღებულია ყველა ტურისტული მარშრუტიდან თუ არ მინდია პრომეთეში. ეხლა და გელათის გარეშე როგორი იქნება ჩვენი მდგომარეობა არ ვიცი ასევე მინდა გითხრათ რომ შილა მაყურებელმა არ იცოდეს ან შენამჩნევი გქონდეს მაგრამ რა შენობა არ იცოდეს გელათთან არის სოფლიო ბანკის თუ არ ვცდები დაფინანსებით 2 მილიონი ლარით დაფინანსდა ტურისტული ასე ვთქვათ ნაწილი მოეწყო ვიზიტორთა ცენტრი სადაც უნდა ყოფილიყო გელათის შესახებ მცირე ექსპოზიცია ასე უნდა ყოფილიყო ადგილობრივებისთვის ხელნაკეთი ნივთების გასაყიდის ექსპოზიციის ადგილი და ასევე იყო ტუალეტისთვის განკუთვნილი სივრცე. ანუ ამაში დაიხარჯა 2 მილიონი ლარი. აშენდა ეს ყველაფერი და თან დაიკეტა. ანუ არავის არ უსარგებლია და ეხლა იმდენივე ჭირდება ალბათ რომ დაახარჯონ, რომ ახლიდან რაც არის აშენებული, ის კიდევ ახლიდან გარემოდდეს. ანუ როგორი მიდგომა ხო? ერთის მხრივ იხარჯება ფული, სოფლიო ბანკი იქნება თუ USAID იყო, რომელიც ასევე გვერდში უდგა და აფინანსებდა და ხელს უწყობდა ქალაქში და რეგიონში ტურიზმის განხრით მომუშავე ადამიანებს, ანუ ვაფინანსებენ, მაგრამ არ არის ეს ხელმისაწვდომი არავისთვის. ანუ უნდა გაუმჯობესებულიყო ტურისტის ვიზიტი გელათში და არ გაუმჯობესდა 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. შენობა ტყუილად დგას. ანუ ამის გახსნას და მოქმედებას ვერ დააყენეს საშუალება და როცა მას ვკითხე ერთ ვიზიტის დროს მაშინ იყო მე მგონი ესე იგი კულტურის მინისტრი იყო თუ არ ვცდები თუ სააგენტოს ხელმძღვანელი სახელი დამავიწყდა ხა იმისი, ანუ რატო არ იხსნება ეს ტუალეტის ნაწილში თქო, ანუ ტენდერი ჩავატარეთო და ვერ მოძებნეთო, ვინცო ტენდერის პირობებს დააკმაყოფილებდა და ანუ ეგეც გარკვეულწილად თავის არიდება პასუხისმგებლობიდან და არანაირად ქალაქს და ამ მდგომარეობას ეს ყველაფერი არ ადგება. ახლა ამ ყველაფერს რატო საუბრობ, რომ გასაგები იყოს, შეად წერენ ჩვენთან ჯგუფში, რომ აი მყავს მანქანა და ტურისტი არ არის. რატო არ არის ტურისტი? ანუ თვითონაც არის ადამიანების ნაწილი
რომლებმაც არ იციან რატო არ არის ამ ქალაქში ტურისტი და მე მათ ვუხსნი რომ ჩვენ რომ მივდივართ კიდევ ერთხელ გავემეორებ და ნიუ-იორკში ვხარჯათ 20-25 ლარს ამ დროს ეს ნახა რომ დაგვეხარჯა კოპენჰაგენის მაგათ მიმართულებაზე უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდა ქუთაისში და უფრო მეტი ადამიანი ჩაუჯდებოდა იმ ძღოლს მანქანაში და წაიყვანა და წამოიყვანა და ოჯახში ორ კაფიქს შეიტანდა ამის გამოც მათ შორის იმ აქციების და იმ თუნდაც მდგომარეობის გამოც ამის გამოც ანუ არ არის ამ ქალაქში ტურისტი და ის მატარებელი რომელიც გააუქმეს საერთოდ ანუ გაუნჯობესებას ვითხოვდით ქუთაის თბილისის მატარებელს და საერთოდ გააუქმეს და ესე იგი ქუთაისიდან თბილისში წასვლა თუ გვინდა უნდა გავყვეთ თბილისი ოზურგეთს ხო ანუ ეგეც რაღაცნაირად ქალაქის დამცირება არის ელემენტარულად და ქალაქის პრესტიჟზე ძალიან ცუდად მოქმედებს და მე გაუგნებული ვარ რომ ამდენი თვეების განმავლობაში ქალაქს არ ყავს ხელმძღვანელი პირი მე გულისხმობ თუმცა მისი მოვალეობის შესრულებით არანაირი პრეტენზია არ მაქვს როგორც უწყება ალბათ ისე უწყება მაგრამ თავარი არის ქალაქის მერი ვისაც ადამიანებმა უნდა მოთხოვონ პასუხი არსებულ მდგომარეობას ცუდ მდგომარეობას ანუ ქუთაის უნდა იყოს ყველასთვის როგორც რიგითი მოქალაქის ისე ხელმძღვანელი პირებისთვის ნომერ პირველი ქუთაის უნდა იყოს ყველა მოლაპარაკებაზე ყველა ბიზნესის წინ ყველა მთავრობის შეხვედრაზე ყველა პარლამენტის ხდომაზე ქუთაის უნდა იყოს თავისი პრობლემების მოგვარების პირველ ნუსხაში თუ ქუთაისი არ იქნება პირველი ყველასთვის ქუთაისი იქნება ის რაც ახლა არის მეოთხე ქალაქად ოზურგეთის მატარებელზე მივლուն ქალაქად და ესე დარჩება სამწუხაროდ და რამოდენიმე ადამიანი თუ მიდის ახლა და რესტორანში თქვათ მეგობრებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავს ან დროს ატარებს და გონია რომ ყველაფერი კარგად არის არ არის კარგად იმიტომ რომ 21 საუკუნეში რომ ქალაქი ესე მაჩანჩალა მატარებელზე არის მიბმული მისი აწყოს და მომავალი ძალიან ბუნდოვანი არის ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, თუმცა ისეთ ნოტაზე დავასრულეთ, რომ ცოტა არ იყოს დაფიქრების გარდა ცუდ ხასიათზეც დაგაყენებს ადამიანს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში კარგი ლაპარაკონ თავად და მოусმენ და იმედია ჩვენს გავიზიარეთ მათ კარგ საუბარს, კარგ საქმეებთან ერთად. თავარია კარგი საქმეები გაკეთდეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლაშა დაგემშვიდობებით. ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ლაშა ბერეკაშვილი. მადლობა რომ გვიყურეთ, ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. ნახვამდის.